სახელმწიფოებრივი წინააღმდეგ საუბარი არის სეპარატისტების გამოყენებაზე და სეპარატისტული სიმბოლიკის გამოფენაზე ყველა მიმართულებით. იცით თქვენ რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება რომ ისტუმრები ვინც კი ჩამოვა სოჩი მას დახვდება აფხაზური ნომრით მანქანები და დროშებით მანქანები. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილი არის აგრეთვე რომ ოლიმპიური თამაშების პერიოდში მოხდეს ბუკლეტების დარიგება და პიარის გაკეთება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი რომელიც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს რომელიც არის განლაგებული სოჩთან ახლოს და მოხდეს ამისი რეკლამირება. აგრეთვე დაგეგმილი არის გარკვეულ ღონისძიებებში აფხაზური დროშით საუბარი არის რუსულ დროშასთან ერთად თქვათ იგივე სპორტსმენების გადაადგილება. საუბარი არის რომ ერთ-ერთ სპორტსმენს რომელიც იქნება უცხოეთის ფედერაციის წარმომადგენელი გამოიტანს აფხაზურ დროშას. აქედან გამომდინარე ჩვენ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ გავაფრთხილოთ ოლიმპიური კომიტეტი საუბარი არის საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიმართოს მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს და დააყენოს საკითხი რომ გარკვეული პრევენცია ექნა შემუშავებული მიმართულებით რომ ასეთი პროვოკაციები რომელიც დაგეგმილი არის ეს არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოებრიობის აგრეთვე შეურაცხყოფა არის იმ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყნების რომელიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ეს ინფორმაცია გამაჩნია თვითონ აფხაზური ოლიმპიური კომიტეტიდან. თქვენ იცით რომ ერთი წლის უკან აფხაზურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და რუსეთის ფედერაციის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. რაც მაშინ გავაკეთე განცხადება მასთან დაკავშირებით და თქვი რომ ეს არის უხეში დარღვევა ოლიმპიური კომიტეტის მუშაობის. აქედან გამომდინარე იცით თქვენ რომ აკრედიტაცია იგივე რაც მოხდა მანქანების საუბარიც გადაადგილებასთან დაკავშირებით სოჩის ტერიტორიაზე ამაზე განცხადება გაკეთდა რამოდენიმე დღის უკან ამ მიმართულებით როდესაც საუბარი არის რომ ყველა დელეგაცია რომელიც ჩამოვა დახვდება მანქანები აფხაზური ნომერები და აფხაზური დროშებით ეს ღიად უკვე გაცხადდა სოჩში. მე საუბრობ არა ამაზე არამედ საუბრობ იმ შემდგომქმედებებზე რომელიც დაგეგმილი არის სოჩის ტერიტორიაზე. სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოების რა თქმა უნდა, ეს არის წარმომადგენელი საქართველოს წარმომადგენლები, როგორც მე ვიცი, საუბარი სპორტსმენებზე ღებულობენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში და წარმოიდგინეთ ახლა რომ საქართველოს წარმომადგენლები საქართველოს დროშით იქნება და ოკუპირებული ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტებმა რომელიც მიითვისეს ხელისუფლება, მათი დროშით ვიღაცა დაიწყებს იქვე მოძრაობას. პროვოკაციაზე მეტი რა არის? ხო, სწორია, აქ ღიად მით უმეტეს არ დაგავიწყეთ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ღებულობს სპორტსმენების მონაწილეობას, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც არ აღიარეს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სრული პროვოკაციაა, მაგრამ ჩვენ თუ ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, სხვა არ გაამახვილებს. ამიტომ მიმართავ ოლიმპიურ კომიტეტს და დააყენოს ამ მიმართულებით გარკვეული ქმედებები. ძალიან ბევრი საუბარი არის იმაზე, რომ საფრთხეები ექნება და სწორედ ამიტომაც გამკაცებულია იქ კონტროლი ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ნახეთ რუსეთის პრეზიდენტის დადგენილებას გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თქვენ თუ ხედავთ რაიმე საფრთხეებს? რა თქმა უნდა, ვხედავ საფრთხეებს ამასთან დაკავშირებით, როდესაც გადაწყვეტა სოჩში ოლიმპიური თამაშების ჩატარება, მაშინაც გავაკეთე მე განცხადება, რომ ყველანაირი პროვოკაცია ექნებოდა ამ თამაშების მიმართ, არ შეიძლება იქ თამაშების ჩატარება თამაშების, სადაც კი მოხდა ეთნიკური წმენდა 30 კილომეტრში, ეს ერთი, მეორე, იცით თქვენ რომ ის ღონისძიებები, რასაც აკეთებს არაერთი ტერორისტული ორგანიზაცია და აკეთებს განცხადებას იმ მიმართულებით, რომ საფრთხე შეიძლება ქონდეს ამ თამაშებს, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირად ამ მიმართულებით მე ხარს უჭერ იმას, რომ წესრიგი იყოს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იქიდან გამომდინარე, რომ დაეხმაროს რუსეთს უსაფრთხოების საკითხებში, რომ კითხვის ნიშნები რო არ დაისვას, იმიტომ რომ რუსეთმა შეიძლება ეს გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ როგორც პროვოკაცია და თქვას, რომ თითქოს და აქედან იმართება რაღაცები, ამიტომ ჩვენი ინტერესები უნდა იყოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება, ეს პრინციპული საკითხი არის, კი, ჩვენი მტერია რუსეთი, მაგრამ ამ მიმართულებით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ რეალურად შემდგომში რაღაც პროვოკაციების ჩვენს მიმართ არ იქნას გამოხატული, ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ არაერთი განცხადება ხდება იგივე სამხედრო ჯგუფებებისაგან, რომელიც აპირებენ რაღაც, თქვათ, ორიზონტალურ განხორციელებას. თქვენი პოზიცია არის, რომ ქართულმა სპორტსმენებმა საერთოდ არ მიიღონ ამ ოლიმპიურ ჩემი პოზიცია ის არის, რომ საქართველოს თავრობის წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ თამაშში, თავრობამ თქვა, რომ არ მიიღოს მონაწილეობას, მაგრამ გახსოვთ თქვენ, რომ თავიდან სულ სხვა პოზიცია იყო და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს არის საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ მოხდა ამაზე უარისხმა. რაც შეეხება სპორტსმენებს, ეს სპორტსმენების პირადი გადასაწყვეტი არის, მე მათ ადგილას პირადად გაწოლებას მივიღებდი, რომ
არ მივიღებდი მონაწილეობას აი ამ ფონზე, რა პროვოკაციებიც ხდება საქართველოს წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც კი. კი ბატონო. პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით რომ გაგიკეთოთ კომენტარი და კონკრეტულად სუროგაციის თემასთან დაკავშირებით. აი ვთქვით იმიტომ რომ მე პირადად როგორც მართლმადიდებელი, როგორც მორწმუნე ძალიან დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და პატრიარქის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გაუსვა რომ რეალურად მეცნიერება რომელიც მიდის წინ და ის ბავშვები რომელიც იბადებიან სუროგაციის გზით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი ადამიანები არიან როგორც ვართ ჩვენ ყველა და აქედან გამომდინარე ჩემთვის აი ეს მომენტი ცოტა მიუღებელი არის იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ამ ბავშვების რაღაც ჩარჩოებში მოვაქციოთ ესენი აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მე მესმის პატრიარქის განცხადების ის ამითი უბიძგებს იმას რომ მოხდეს იმ როგორც რელიგიითაა გათვალისწინებული იმ გზით ვთქვათ იგივე ბავშვების გამრავლება და ვთქვათ მეცნიერების ეს კუთხე ცოტა სხვა ჭრილშია გამოყენებული, მაგრამ მე ამ მომენტში მინდა ხაზი გავუსვა ეს რაღაცას, რომ მეცნიერება წინ მიდის და უფრო სხვა მომენტებიც იქნება მომავალში დარწმუნებული ამაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მე მიმაჩნია არც ერთი ბავშვის შეზღუდის უფლება, რომელიც ამ გზით დაიბადა და რომელიც ჩვეულებრივად იგივე ადამიანია, როგორც ვართ ჩვენ და იგივე ბავშვია, როგორც და იგივე ბავშვობა, როგორც ბავშვობა ქონდა ჩვენ. იცით რა არის მე ვფიქრობ რომ პატრიარქის განცხადება მკაცრად განსაზღვრული არ იყო. პატრიარქმა თქვა ის რასაც უჭერს პირადად მხარს, ხო სწორია? იქ შეზღუდვის მომენტები რომ რაღაცა აკრძალოს მომენტები მე ვერ დავინახე. ამიტომ უსვამ ხალხს ხანდახან ჩვენ ვაჟიტირებთ ამ სიტუაციას, მაგრამ ხაზი მინდა ექვე გაუსვა რომ იგივე ის ბავშვები რომელიც ამ გზით არიან დაბადებული მონათლოლებიც არიან, ქრისტიანებიც არიან, მე ვიცნობ პირადად ესეთ ბავშვებს და საერთოდ არ განვასხვავებ მაგათ და საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ მებადება მაგ მიმართულებით რომ ეს ბავშვები რაღაც სხვა ბავშვები არიან. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც კითხავთ. თავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შემცვლელზე საუბარი საკმაოდ აქტუალურად მიმდინარეობს და საუბარი არის იმაზე რომ შესაძლოა მისმა პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძე დავიწყოთ იმით რომ მე ამ წუთას იმ განცხადებასაც თქვენ გეტყვით გავაკეთებ როგორც ყოფილი პროკურორი, იმიტომ რომ და მე ამ სისტემის გენერალიც ვარ და აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება პროკურორი, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ახორციელებს პროკურატურა თავის ქმედებას, იმიტომ რომ მე მინდა გულღია თქვა რომ ბალეიშიკობ თუ შეიძლება ასე ითქვას პროკურატურას, როგორც ყოფილი პროკურორი ნებისმიერ საქმის გამოძიებას, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული, ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანი არის თუ ვინ იქნება პროკურორი. რაც შეეხება იგივე ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მე მაშინ ვთქვი რომ ეს ხდებოდა პროკურორის მუნდირის შელახვა, ის ბრალდებები რაც მას წაუყენეს და რეალურად რასაც ის რაც მას ჰქონდა ჩადენილი არ შეიძლება ხა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს მთავარი პროკურორი. მე ვიმაშია რომ მთავარი პროკურორი უნდა იყოს ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, ეს ერთი, ის ძალიან მორალურად უნდა იყოს ძალიან მტკიცე ადამიანი, მას უნდა კონდეს ყველა ის უნარი, რომ სარგებლობდეს საზოგადოების პირველ რიგში ნდობის და შემდეგ უკვე სახელმწიფოს ნდობის, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხედველობაში მაქვს მართველი ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის და მესამე რაც და მეოთხე რაც მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით, ეს არის ის რომ ის უნდა იყოს ყველანაირად უმციკლო ადამიანი და მოქმედდეს არა დავალებების შესრულებით, არამედ კანონიდან და მორალიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს ამ ეტაპზე, რა ეტაპზე ხორციელდება დღეს და რა ეტაპზე ხორციელდება დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება, მინდა ხაზი გაუსვა. თუ პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული იქნა ისეთი პროკურორი, რომელსაც მხოლოდ გამოიყენებენ როგორც ადამიანს, რომელიც მხოლოდ დავალებებს შეასრულებს, პირდაპირ მინდა ვთქვა, ის პროკურორი განიცდის სრულიად კრახს. იმიტომ რომ პროკურატურის სისტემა არ არის მარტივი სისტემა, ეს არ არის პოლიციური სისტემა, რომელიც ბრძანებებზე აგებული. პროკურორი დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებას გარკვეულ საკითხებში. დღეს მე ვხედავ იმას, რომ პროკურორის შეზღუდვა ხდება დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ამაზე ღიად მიანიშნა ბატონმა არჩილ კრილაშვილმა გახსოვთ თქვენ გადადგომის დღეს, უცებ თქვა, რომ ის არ უჭერს გარკვეულ რეფორმებს, რომელიც სწრაფად უნდა განხორციელდეს და დღეს მე ხვდები თუ რა სწრაფ რეფორმებზეა საუბარი. საუბარი არის პროკურატურის პოლიციაზე, ისე პოლიციურობისკენ წაყვანაზე უпростоრად, იმიტომ რომ რეალურად ბრძანებების შემსრულებელი. პროკურატურა უნდა იყოს არაბრძანებების შემსრულებელი, პროკურატურა უნდა იყოს ინტელექტუალურად
დამოუკიდებელი და ის უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც მას უკარნახებს კანონი და მორალი. მე არ ვიცი. არა, მე არ ვიცი, ვთქვათ, ვის განათლებას განეხილავენ ამ ეტაპზე, მე საუბრობ იმ კრიტერიუმზე, რა კრიტერიუმებით აუცილებლად უნდა გქონდეს პროკურორს ამ მიმართულებით. დიახ. მე მინდა პირდაპირ თქვა, ფარცხლაძის ყველა დანიშნვა არის უკანონო. ყველა დანიშნვა არის უკანონო, იმიტომ რომ ის მას როგორც ნასამართლელ პირს არ ქონდა უფლებამოსილების განხორციელება წარმოების უყურებელ პროკურატურის კანონის შესაბამისად, ამაზე ყველა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველოსი გაუსვა ხაზი, დაწყებული გია მეფარიშვილით, დამთავრებული სხვათი. აქედან გამომდინარე, არა, ეხლა დღეს საქართველოს მთავრობა ცდილობს ხელი დააფაროს, იცით თქვენ ეს ამასთან დაკავშირებით და პირველი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს, სამწუხაროდ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს დღეს. რომ არასოდეს საკადრო პოლიტიკა, რომელიც მან გაატარა, მის პასუხისმგებლობის ქვეშა და არა სხვა მისი, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ იმ გუნდის წევრები, რომელზეც საუბარი არის, ვინც მოიყვანა პროკურორმა ამ სიტუაციაში, იმ გუნდიდან შერჩევა პროკურორის ცოტა მორალურად მიმაჩნია არასოდეს. ძალიან ბევრი იურისტია საქართველოში და ყოველთვის მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას. ნებისმიერი პროკურორი, რომელიც მაღალი რანგის პროკურორი იყო საქართველოს პროკურატურის სისტემაში, ჩემი ჩათვლით, ყველა მუშაობდა უნივერსიტეტში. არც ერთი არ იყო მოყვანილი, თქვა როდესაც ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავდა, ყველას ჰქონდა მუშაობის პრაქტიკა სტუდენტებთან. ყველა კითხულობდა ლექციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შეგაგულტირება სტუდენტთან და ამავე დროს ებრძვის დანაშაულს. ეს შენ ჩარჩოებში გსვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შენ შედიხარ აუდიტორიაში. ის კითხვები, რასაც შენ ქმედებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია აღდგეს და დაგისვას და კითხოს რაღაცა, ხო? და მეცნიერების განხრა ამ მიმართულებით აძლევს საშუალებას ნებისმიერ პროკურორს იყოს ობიექტური. დღეს ცოტა სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, დღეს სამწუხაროდ ეს წინა ხელისუფლებამ და ეს პრაქტიკა შემოიტანა, რომ შემსრულებლებზე ხდება აქცენტის გაკეთება, რაც ხაზი მინდა გაუსვა, ყოველთვის კრახით მთავრდება. არაფერს.